ყურადღებით მომისმინეთ და მაქსიმალურად გაავცელეთ ეს ყველაფერი. რამხელა ღალატი ჩაედინა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს და ქართული ხალხის წინაშე. რამდენიმე საათის წინ სენატში გამოვიდა სიტყვით შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარკო რუბიო, რომელმაც გახსნილი ტექსტით განაცხადა, რომ ტრამპი რო უჭერს მხარს სომხეთის ხელისუფლებას და ფაშინიანის არჩევნებში რუსეთი ერევა და ამერიკა ამას არ დაუშვებს, ეს იქით იყოს. მან განაცხადა, რომ ტრამპის დერეფნით, ანუ ზანგეზურის დერეფნით, სომხეთი ხდება რეგიონის სავაჭრო ჰაბი. ანუ ჩინეთიდან, შუა აზიიდან წამოსული ტრილიონობით დოლარის პროდუქცია, წიაღისეული მნიშვნელობა არ აქვს. საქონელი გაივლის სომხეთზე. აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, ყარსი, ევროპა და ასე შემდეგ. ანუ იქ, სადაც ჩვენ უნდა ყოფილიყავით და ჩვენ უნდა ყოფილიყავით რეგიონის სავაჭრო მთავარი ჰაბი საქართველო. თავისი ანაკლი სპორტით და 1000 უპირატესობით ჩვენ აღარა ვართ აქ. იმიტომ რომ არ გვაქვს არც ანაკლი სპორტით და ყავს რუსული ბორიას რეჟიმი. რომელმაც რუსეთის დავალებით გააკეთა ყველაფერი საიმისოდ, საქართველო აღარ ყოფილიყო საერთაშორისო მასშტაბის სავაჭრო ჰაბი. ანუ ეს ნიშნავს ჩვენთვის მოპარულ ტრილიონებს ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. წლების განმავლობაში ეს ამ მასშტაბებამდე მივიდოდა. ეს ასობით მილიარდი დოლარის საქონელი, რომელიც საქართველოზე გაივლიდა, ამდენ წლების განმავლობაში მოგცემდა შემოსავალს ამოვისუნთქებდით. აყვავდებოდა საქართველო. რასაც ახლა უკეთებენ სომხეთს, ხო? იქ უკვე დებენ 10 მილიარდს ამ ინფრასტრუქტურისთვის, პლუს დაახლოებით ამდენს დებენ ტექნოლოგიური ამერიკული კომპანიების ასაშენებლად იქ NVIDIA და ეს ჩიპების და ხელოვნური ინტელექტის კონცერნები იქნება იქ და საქართველო ამ ყველაფერს უყურებს სუპის მოლოდინში და სუბზე ოცნებით და კვერცხის ფასების დევნით. აი ეს გაგვიკეთა ბიძინა ივანიშვილმა. და პლუს ამას ახლა ეს მარტივი პასუხია იმ კითხვაზე, აი გოცები რომ ამერიკასთან ალაგებენ ვითომ. სომხეთი გამოაცხადა სავაჭრო რეგიონულ ჰაბად და არა საქართველო. იმიტომ რომ საქართველო აღარ არის რუკაზე. იმიტომ რომ საქართველოში არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელსაც ყავს სასამართლო, რომელსაც აქვს კანონი და ასე შემდეგ. ჩაირეცხა ეს ყველაფერი. მორჩა, ვერავინ ვერაფერი ვერ დაალაგა და დაგღუპა პირიქით. გაავრცელეთ ეს ვიდეო.